რაღა მოგიგე აღარ ვიცი ყველაფერი. ყველაფერი ძალიან გემრიელია. მე ორაგული მინდა მაგალითად ეხო. ალბათ. მოკლედ ჩვენ გვაქვს თინუსი, გვაქვს ვირთევზა, გვაქვს დორადო, ანჩოუსი და კალმახი. მოკლედ თევზის კვირა გვაქვს გურმანიაში. ვირთევზას წვნიანი. დაგჭირდება ვირთევზას ფილე 300 გრამი. მშრალი მარცვლეულის და ბოსტნეულის მიქსი 150 გრამი. მიქსში შედის თეთრი ლობიო, წითელი ლობიო, ოსპი, ბარდა, მშრალი ბადრიჯანი, მშრალი ბულგარული, ხახვიც მშრალი და მშრალი ნიორი. დაფნის ფოთოლი 2 ცალი, ოხრახუში 5 გრამი, ზეთი 2 სუფრის კოვზი და ინდური სუნელების მიქსი 2 გრამი. აქ მაქვს რამდენიმე სახის მარცვლეულის და მშრალი ბოსტნეულის მიქსი. ეს ესევე შეგიძლიათ მზა მდგომარეობაში იყიდოთ, ან თქვენით შეურიოთ. აქ არის წითელი ლობიო, თეთრი ლობიო, ბარდა, ოსპი, მშრალი ბადრიჯანი, მშრალი ბულგარული, მშრალი ხახვი და მშრალი ნიორი. და აი ეს ნაერთი იდეალურად უხდება ვირთევზას წვნიანს. პირველ რიგში დავბრაწოთ ვირთევზას ფილე. დაბრაწული ფილე კიდევ უფრო გემრიელი გამოვა, წვნიანსაც აი ეს გემო გაუჯდება. ფილეს ბრაწავთ ზეითუნის ზეთზე, დაახლოებით 30 მილილიტრი დავასხათ. ვირთევზას ფილე დავჭრათ პატარა ნაწილებად. და გადავიტანოთ გახურებულ ტაფაში. აუცილებლად ღრმა ტაფა დაგჭირდება, რომ შემდეგ უკვე სითხეც დავასხათ და ეს მარცვლეულის მიქსიც დავუმატოთ. ცოტა მარილი დავუმატოთ. როგორც კი გარედან დაიბრაწება, ამოვატრიალოთ. ამოვატრიალოთ ფილე. თევზი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია. მით უმეტეს აი ესეთ ბოსტნეულის და მარცვლეულის ნაერთთან ერთად, რომლიდანაც ჩვენ მივიღებთ ცილებს და ნახშირწყლებს და ვიქნებით მთელი დღე ენერგიულები. თანაც ახლა მარხვა არის და ყველაზე მეტად გვჭირდება ესეთი ვიტამინები, თევზი ხსნილია და მე ვფიქრობ, რომ ეს რეცეპტი არის ყველაზე გემრიელი და ჯანსაღი რაც ავარია. დაიბრაცა უკვე თევზი, შეგვიძლია დავასხათ წყალი. და ჩავყაროთ აი ეს მშრალი ნაერთი. ავხსნათ. ეხლა წვნიანს ვტოვებთ დაახლოებით 20-25 წუთის ცეცხლზე, დაბალ ცეცხლზე, უნდა იდუღოს, თევზი თავის არომატს გაუშვებს, გაუჯდება წვნიანს, მომზადდება და დარბილდება თეთრი და წითელი ლობიო და შემდეგ უკვე შეგვიძლია რომ მწვანილი დავუმატოთ და მზად არის. უმარტივესი კერძია, მაგრამ ნამდვილად ძალიან დახვეწილი გემო აქვს. ძალიან გემრიელი არომატი აქვს. ინდური სუნელებიც ჰქონდა აი ამ მშრალ ნაერთს. ძალიან მსუყე არომატი აქვს, უკვე მზად არის, დაახლოებით 40 წუთი დასჭირდა იმისთვის, რომ თეთრი და წითელი ლობიო დარბილდეს. გამორთოთ უკვე.
გადმოვიტანოთ თეფშზე. ზემოდან მოვაყაროთ ცოცხალი ოხრახუში. ძალიან არომატული, სასარგებლო, ვირთევზე წვნიანი, ამ მარცვლეულთან და მშრალ ბოსტნეულთან ერთად მზად არის. მე მგონი მართლაც განსაკუთრებული წვნიანი გამომივიდა. ბეკონში გამომცხვარი კალმახი ბოსტნეულით. კალმახი 2 ცალი. პროშტოს ბეკონი 150 გრამი. ქილის ლობიო 150 გრამი. ფორთოხალი 1 ცალი. პომიდორი 2 ცალი. თეთრი ფხალი 80 გრამი. მწვანილები: რეჰანი, შაშკვლავი, მწვანე ხახვი, ოხრახუში 2 გრამი. ზეთი 30 მილილიტრი. პროშტოს ბეკონში გამომცხვარი უგემრიელესი კალმახის ფილე ბოსტნეულით. პირველ რიგში ვიწყებ კალმახის ფილირებით. ძალიან მარტივია, ეს უკვე გასუფთავებულია. ვაჭრი თავს, ვაჭრი ზედმეტ ფარფლებს, მიყვები ხერხემალს. პირველი კალმახი მზად არის. ანალოგიურად გავაკეთებ მეორე კალმახსაც. გადავახო კალმახს. პირველ რიგში გავაკეთებ პროშუტოს ბალიშს, ასე ვთქვათ, და ზემოდან დავადებ უკვე ფილირებულ კალმახს. პროშუტოს ბეკონი გვჭირდება დაახლოებით 8 ნაჭერი პროშუტოს ბეკონი. კალმახი. რა თქმა უნდა, მარილი. და რეჰანის ფოთლებსაც ჩაულაკებ არომატისთვის. პროშტოს ძალიან უხდება რეჰანი. მეორე კალმახის ფილე, ამასაც მარილი. ამ ფილესაც რეჰანი, შემდეგ ვაკეთებ ასე. ფილე, მეორე ფილე, ზემოდან კიდევ ერთი ფილე. ფაქიზად ავიღებ პროშტოს ბეკონს და ნელა-ნელა კალმახის ფილეს გადავახვევ. ფილე მზად არის გამოსაცხობად, შემიძლია უკვე ბოსტნეული დავჭა და დავიწყო გარნირის მომზადება. ვიწყებ ბოსტნეულის გარნირის მომზადებას. აქ მაქვს მე თეთრი ფხალი, ბევრი არ მინდა, დაახლოებით მე-4 თავისა. ზედმეტებს მოვაჭრი, დავძენძავ. რეჰანი. რეჰანი მე უკვე გავუკეთებ ფილეს, მაგრამ ცოტას კიდევ დავუმატებ. მე-4 კონისა. ცოტა წიწაკა. რა თქმა უნდა, თესლის გარეშე. მწვანე ხახვი. ცოტა დიდებად დაჭრილი. ოხრახუში. დიდებად დაჭრილი. ნიორი. ნიორი ძალიან უხდება პროშტოს, პროშტო კიდევ კალმახს. 3 კბილი ნიორი. პომიდორი. ეს დიდებად დაჭრილი. ეს გამოცხობისას წვენს გამოუშვებს. წვენი გაუჯდება პროშუტოს ბეკონს. და ყველაფერი ერთად იქნება ძალიან გემრიელი. ერთ ნახევარი პომიდორი საკმარისი იქნება. ეს არის ქილის ლობიო, აქ არის წითელი ლობიო, ბულგარული პომიდორი, სიმინდი და სუნელებშია გაჯერებული. რა თქმა უნდა, ამასაც მოვასხავ.
ცოტა ზეთი, მარილი და კარგად ამოურე. მოგეთ, თითქმის მზად არის ყველაფერი. შეგვიძლია ავაწყოთ. გამოსაწყობი ფორმა. ბოსტნეული. კარგად გავშლი. პროშტოს ბეკოში გადახვეული კალმახის ფილე. ზემოდანაც დავადებ. პროშტო გამოუშვებს ცხიმს. ჩავა კალმახში. და მე ეს ყველაფერი ბოსტნეულში. გამოსაწყობად თითქმის მზად არის. ერთი პატარა დეტალი კიდევ. ლიმონის მაგივრად გამოვიყენებ ფორთოხალს. ფორთოხალს გავფრთხნი. ამოვჭრი ფორთოხლის გულს. კალმახი გამოსაწყობად მზად არის. 1-2 დაფნის ფოთოლიც არომატისთვის. 180 გრადუსი დაახლოებით 35-45 წუთი. ძალიან კარგად გამოიყურება პროშტოს ბეკონში გადახვეული კალმახის ფილე. გარნირიც კარგად არის ჩაშუშული, ფერებიც ძალიან კარგი აქვს. არომატიც არაჩვეულებრივია. მზად არის. მარტივი და ძალიან გემრიელი. რო არ გავსინჯო არ შეიძლება. ვაუ, რა რბილად ჩავიდა ჩანგალი. დანაც. დავჭრე. თინუსის სტეიკი ბულგურით. დაგჭირდება 400 გრამი თინუსის სტეიკი. კარაქი 25 გრამი, 2 კბილი ნიორი. პაპრიკა და მარილი გემონებით. გარნირი 100 გრამი ბულგური, კარაქი 30 გრამი, 2 გრამი ტარხუნა. ლაიმის ცედრა 2 გრამი და სუნელები: ქარი, კურკუმა, პაპრიკა. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი თევზი თინუსი. კარგად უნდა დავბრაწო კარაქთან და ნიორთან ერთად და გარნირად მოვუმზადებ ბულგურს. ბულგური ეს არის დიდად დამტვრეული ხორბალი, რომელიც 15 წუთში მზადდება და გემრიელ სხვადასხვანაირ სუნელებთან ერთად მოვამზადებ. პირველ რიგში შევწვათ თევზი. კარაქი დაახლოებით 20 გრამი. ნიორი უბრალოდ აი ესე გავჭყივდოთ და ესევე ჩავაგდოთ ტაფაში. 2 კბილი. ეს უბრალოდ არომატისთვის. ნივრიან კარაქში შემწვარი თევზი ეს არის. გადმოვიტანოთ ტაფაში თინუსის სტეიკები. ეს არის დაახლოებით 150 გრამიანი სტეიკები. ძალიან ცოტა დრო ჭირდება, დაახლოებით 2-3 წუთი ერთ მხარეს და შემდეგ ისევ იგივენაირად მეორე მხარესაც 2-3 წუთი. წვის დროს მოვასხათ გამღვალი ნივრიანი კარაქი, კარგად გაიჟღიმთოს ამ ნივრიან კარაქში, კარგად გაუჯდება თანაც ეს არომატი. მოვაყაროთ ცოტა მარილი. და ცოტა პაპრიკა. ამოვატრიალოთ თევზი, ერთხელაც მოვასხავ ამ ცხიმს. პაპრიკამ უფრო წითელი ფერი მისცა თინუს.
ამოვატრიალოთ სტეიკი. თინუსი დაახლოებით 3 წუთში უკვე მზად იქნება. ავანთოთ ცეცხლი და დავიწყოთ გარნირის მომზადება. ჯერ ჩავაგდოთ კარაქი დაახლოებით 15 გრამი. თინუს გადავიტან დაბალ ცეცხლზე და 2 წუთში უკვე გამოვთოთ. პარალელურად აქ გალღვება ახლა კარაქი. და უნდა დავუმატოთ ბულგური. ბულგურს ყველაზე მეტად უხდება აზიური სუნელები. მე მაგალითად აქ მაქვს წიწაკა, ცოტა კარდამონი და ქარი, ინდური ქარი. რა თქმა უნდა, ჯინჯერიც. ნახოთ თუ დაიბრაცა. ეს ხელას ამოვატრიალოთ, რომ აი ესეთი ოქროსფერი იყოს ზემოდან. ძალიან მაგარია. ჩავყაროთ ბულგური. ამოურიოთ ოდნავ. ეს დატეხილი ხორბალი, ანუ ბულგური, 2 წუთი ზუსტად მოვშუშოთ კარაქში. თინუსი მზად არის, გამოვთოთ, ცოტა ხანი დაისვენოს ტაფაზე, სანამ მომზადდება გარნირი. ბულგურს კარაქის ეს გემო, სუყე გემო გაუჯდება. და შემდეგ უკვე დავასხავთ წყალს. დავასხავთ დაახლოებით 300 მl წყალი, აქ არის 120 გრამი ბულგური. უნდა წამოდუღდეს დაახლოებით 10 წუთი ჭირდება, რომ კარგად მომზადდეს, გაფუვდეს და დარბილდეს ბულგური. ბულგური უკვე მზად არის. თითქმის, როგორც თქვი, ბევრი სუნელებით უნდა მომზადო. მარილი პირველ რიგში. წიწაკა. ქარი. ცოტა მშრალი ჯინჯერი. და სულ ცოტა კარდამონი, ანუ იგივე ილი. გამორთოთ ცეცხლი. აი ეხლა უკვე ბულგური ნამდვილად საინტერესო გახდა. აი ეს სუნელები, რომელიც გაუჯდება ეხლა ბოლომდე, რაღაცა გემრიელესი გარნირი გამოვა. ცოტა ლაიმის ცედრა, კანი ჩავახეხოთ. ეს ციტრუსის არომატი, რა თქმა უნდა, თევზს ძალიან უხდება. მით უმეტეს თევზი არის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი ინგრედიენტი. და ვფიქრობ, რომ აი ესეთი გარნირებით თუ გავახალისებთ თევზის კერძებს, იქნება მართლა ძალიან საინტერესო, რადგანაც ყოველთვის ამზადებენ ხოლმე ბრინჯთან ან ბოსტნეულთან ერთად. მაგრამ შეიძლება ძალიან ბევრნაირი გარნირის მომზადება, მაგალითად ბულგურით ან ნებისმიერი სხვა მარცვლეულით. ჩაატარეთ ექსპერიმენტები. მე ვფიქრობ, რომ მით უმეტეს თინუს თითქმის ყველაფერი უხდება. გადავიტანოთ თინუსი თეფშზე. დავუდოთ ბულგური. მოვახეხოთ კიდევ ლაიმი ცოტა. სულ ცოტა ოხრახუში. თვითონ ოხრახუში მოვაყაროთ ბულგურს და რამოდენიმე ლამაზი ფოთოლი ტარხუნის. ამითი დავასრულებთ უკვე კერძს. მოკლედ არომატული ტარხუნით, ოხრახუშით, ლაიმით, ბევრი სუნელებით გაჯერებული თინუსის სტეიკი. ბულგურთან ერთად. მზად არის.
თურმე ფერებს გემოაქვთ, ან გემოებს აქვთ საკუთარი ფერი. ამ ყველაფრის აღქმა სუბიექტურია. ობიექტურად კი აღმოჩნდა, რომ ერთი ფერის პროდუქტი ხშირ შემთხვევაში ერთი და იმავე თვისებების მატარებელია. მაგალითად, თეთრი ფერის პროდუქტი, ბრინჯი, ნიორი, კომბოსტო, რძე და რძის ნაწარმი ამშვიდებს ხსნის გაღიზიანებას და გამოჰყავს ტოქსინები. მწვანე პროდუქტი, ბროკოლი, სალათის ფურცლები, მწვანე წიწაკა. დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე, ხსნის ნერვულ დაძაბულობას, მზის ენერგიის ზემოქმედებით მწვანე მცენარეებში წარმოებული ქლოროფილი ასტიმულირებს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას და ააქტიურებს იმუნურ სისტემას. ყვითელი პროდუქტები, ლიმონი, ბანანი, კვერცხის გული ასტიმულირებს საკვების მონელებას, აუმჯობესებს მადას და წმენს სისხლს. სტაფილოსფერი პროდუქტი, სტაფილო, გარგარი, მანდარინი და ფორთოხალი აღადგენს ნერვულ უჯრედებს, აუმჯობესებს განწყობას, ხსნის თავის ტკივილს და გამოჰყავს ტოქსინები. წითელი პროდუქტი, ჭარხალი, პომიდორი, ჟოლო, ალუბალი ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ზრდის ინტელექტუალური შრომით დაკავებული ადამიანის შრომის უნარს. მოლურჯო ელფერის პროდუქტის, შავი ყურძნის, მოცვის შემადგენლობაში დიდი რაოდენობითაა ანტოციანიდები, რომელიც იცავს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს მხედველობას. ასე რომ, რაც უფრო მეტად გავამრავალფეროვნებთ ჩვენს კერძს ვიზუალურად, იმდენადვე მრავალფეროვანი იქნება მისგან მიღებული სასარგებლო თვისებებიც.